ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავიხილოთ მნიშვნელოვანი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს სომალიში. კერძოდ, ბოლო ინფორმაციის მიხედვით, პრაქტიკულად გუშინდელი ინფორმაცია არის, თურქეთმა გადაიყვანა საკუთარი რამდენიმე, სულ მცირე, 3-ზე არის საუბარი, შეიძლება მეტიც, F-16-ები გადაისროლა სწორედ სომალიში და იქ განათავსა და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აძლიერებს თურქეთის იქ სამხედრო ბაზას, რომელიც 2017 წლიდან თურქეთს გააჩნია და ეს არის ყველაზე მსხვილი თურქული ბაზა საზღვარგარეთ. მას გააჩნია ძალიან ბევრი მდგენელი და საერთოდ ამ ყველა დეტალზე და მიმართულებაზე ჩვენ თქვენთან ერთად აქტიურად ვისაუბრებთ დღეს, იმიტომ რომ არის კიდევ ცალკე ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ისრაელის იქ სამხედრო ბაზის გახსნას და შესაბამისად ესეც უმნიშვნელოვანესი განვითარება და უმნიშვნელოვანესი პროცესია. ანუ ისრაელს სავარაუდოდ უკვე აქვს სამხედრო ბაზა გახსნილი საერო ძალების კომპონენტით, კერძოდ სომალილენდში, რომლის დამოუკიდებლობაც ეხლახანს 26 დეკემბერს აღიარა ისრაელმა პირველმა მსოფლიოში. და შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ გრძელდება დაპირისპირება ისრაელსა და თურქეთს შორის ასეთი ჰიბრიდული ტიპის დაპირისპირება სომალის ტერიტორიაზე, რომელზეც დეტალურად, რაზეც ახლა თქვენთან ერთად ვისაუბრებთ ამ ანალიზში და როგორც ხედავთ, აქ თქვენთვის მაქვს მომზადებული რუკა, ხედავთ სომალის ტერიტორიას, ეს ტერიტორია, რასაც აქ ხედავთ, აქ აღვნიშნავ ახლა. აი ამ ტერიტორიას, რასაც ხედავთ, ეს მთლიანად არის სომალი, ხოლო აი ეს ტერიტორია არის სომალილენდი და ეს ცოტა ჩრდილოეთით ახლა გაჩვენებთ. ეს არის იემენი ტერიტორია, სადაც მის აი ამ ნაწილში, ანუ დასავლეთ ნაწილში იემენის არიან ჰუსიტები. შესაბამისად, ისრაელისთვის ადრე თუ ჭირდებოდა საკმაოდ შორი დისტანციიდან, პრაქტიკულად აი აქედან რომ შევხედოთ, ხო? ანუ აქედან ხედავთ ისრაელი აი აქ მდებარეობს და ისრაელიდან აქამდე ჰუსიტების მიმართულებით დაწყების განხორციელება, ახლა პრაქტიკულად ეს აღარ დასჭირდება ისრაელს, რადგანაც ისრაელს აქვს ბევრი ინფორმაციით და ამაზე მსჯელობა პრინციპში მიმდინარეობს, ბაზა გახსნილი აქ, განსაკუთრებით ბერბერაზე არის საუბარი და აქედან პირდაპირ დარტყმებს განახორციელებს ამ მიმართულებით. თურქეთის ბაზას რაც შეეხება, თურქეთის ბაზის განლაგების ადგილი არის დაახლოებით აქ. ეს დავხუროთ და აი აქ ხედავთ დედაქალაქ მოგადიშოს, აგეთ მოგადიშოს მიმართულებით შეიძლება იყოს სწორედ ძირითადი განლაგება თურქეთის სამხედრო შესაძლებლობების, ამის მოლოდინი არის და რეალურად ამის მონაცემები. ახლა თქვენთან ერთად ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე, განვიხილავთ ასევე მათ შორის პროცესებს, რატომ არის თურქეთი იქ, რა ტიპის აქტიურობა აქვს თურქეთს, რა შესაძლებლობები გააჩნია და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ამ ყველა საკითხზე საუბარი იქნება ძალიან და ძალიან მნიშვნელოვანი მრავალი კომპონენტის გათვალისწინებით. პირველ რიგში, გთხოვთ რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო, ამით თქვენ ეხმარებით არხის განვითარებას და ხელს უწყობთ იმას, რომ ახალი ასეთი ანალიზი მოვამზადოთ თქვენთვის. ასევე დაწერეთ თქვენი კომენტარები, გამოიწერეთ აუცილებლად არხი და ჩართეთ შეტყობინებები. და შეგიძლიათ ასევე გამოიწეროთ ჩემი სოციალური ქსელები, რაც აღწერაში ამ ვიდეოს არის აღნიშნული. დიდი მადლობა და გადავიდეთ უშუალოდ უკვე თემაზე. როგორც გითხარით, გუშინ 29 იანვარს Middle East Eye-მა, საერთაშორისო მნიშვნელოვანმა გამომცემამ უკვე ინფორმაცია გააზიარა იმის შესახებ, რომ მოგადიშოში, ანუ დედაქალაქში, რომელიც აი აქ მდებარეობს, ხედავთ, არის გაგზავნილი სულმცირე 3 F-16, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთის მიერ ენერგეტიკული ობიექტების იქ არსებული, ანუ სომალიში არსებული ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირების უსაფრთხოებას. რა ტიპის ენერგეტიკული ობიექტები ახლა ვისაუბრებთ, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ თურქეთს დიდი ხანია საკმაოდ აქვს სომალისთან შესაბამისი შეთანხმებები. 15 წლის განმავლობაში დაახლოებით თურქეთი ეხმარება სომალის და ამას ახორციელებს რამდენიმე სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე. პირველი მიზანი უკავშირდება იმას, რომ სომალი
ზოგადად და მიზეზი უпростоრად, აი რატომ შეძლო თურქეთმა ამის განხორციელება, რადგანაც სომალი აღმოჩნდა ძალიან რთულ ვითარებაში, როგორც სირია გარკვეულწილად თავის დროზე ჩამოშლილი სახელმწიფო, არანაირი მართვის სისტემები და ასე შემდეგ, სხვადასხვა ბანდფორმირებები და ასე შემდეგ და ისლამური მოსახლეობა არის ძალიან დიდი რაოდენობით იქ. შესაბამისად, ბევრი ქვეყნისთვის სომალი არ იყო საინტერესო, ხოლო თურქეთმა გათვალა, რომ ეს სტრატეგიული განლაგება გააჩნია სომალის, კერძოდ ხედავთ, იგივე ამ რუკაზე რომ ვნახოთ, კიდევ ერთხელ შეგვიძლია პირდაპირ დავინახოთ, ეხლავე გაჩვენებთ განლაგების ადგილს, ხო, სომალის, ცოტა შორიდან რომ შევხედოთ, ხედავთ, რომ სომალი არის განლაგებული ისეთ სტრატეგიულ ადგილას, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ადენის ყურესთან, ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან, შემდეგ წითელ ზღვასთანაც, თუმცა სომალის მთავარი გასასვლელი მათ შორის არის არაბულ ზღვაზე, რომელიც აქ მდებარეობს და ინდოეთის ან ინდურ ოკეანეზე, რომელიც აი ეს მთელი უზარმაზარი ტერიტორია არის და შესაბამისად, აქედან რომ დავასკვნათ, აი შორიდანაც რომ შევხედოთ, ხედავთ რომ სომალის სტრატეგიული ადგილმდებარეობა პრაქტიკულად უზრუნველყოფს ინდური ოკეანეს მთლიანად დასავლეთ ნაწილში დომინანტურ პოზიციებს. სწორედ ეს გახდა თურქეთისთვის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი და სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე სომალი ახორციელებს აი ასეთ სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან ბევრი მიმართულებით. და ახლა უკვე დეტალურად ვისაუბრებთ სწორედ აი რა მიმართულებებზე არის საუბარი. 2017 წლიდან თურქეთმა იქ განათავსა საკუთარი სამხედრო ბაზა, რომელსაც ჰქვია კემპ თურქსომი და რეალურად ამ კემპ თურქსომის მიზნები არის რამდენიმე და არ არის მხოლოდ ერთი. გარდა იმისა, რომ იქ განთავსებული არის ამ სამხედრო ბაზაზე ესე იგი აეროპორტი, აეროდრომი ზოგადად, მიზანი არის ასევე იქ კოსმოსური ფრენების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით სომალის გააჩნია უნიკალური განლაგება ეკვადორთან საკმაოდ ახლოს არის და შესაბამისად თურქეთს აქვს ამბიციები, რომ კოსმოსური ტექნოლოგიები და ფრენებიც განახორციელოს. ეს უკავშირდება იმას, რომ ეს ქვეყანას აძლევს დამოუკიდებლობას, მათ შორის თანამგზავრების გაყვანის მიმართულებით, ასევე კომერციულ სარგებელსაც, მაგრამ ასევე სტრატეგიულ მიმართულებას. ერთ-ერთი რეალური მიზეზი, რატო აშენებს ამას, ესე იგი, აი ასეთ კოსმოსურ ფრენებისთვის განკუთვნილ ადგილს, ეს არის რომ როგორც წესი ეგეთი კოსმოსური ფრენებისთვის ადგილი ინტეგრირებულია და ყოველთვის არის ამავდროულად საჰაერო ძალების ფრენის მიმართულებითაც საკვანძო ადგილი, ანუ ეს აეროდრომიც და კოსმოდრომიც ერთდროულად გამოდის გარკვეულწილად. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება უკავშირდება იმას, რომ აქედან შეგიძლია სინამდვილეში ბალისტიკური რაკეტების ტესტები ჩაატარო, მათ შორის საკმაოდ სერიოზული, შორეული, კონტინენტთა შორისიც კი რეალურად და რუსეთს ასეთი გააჩნია კოსმოდრომები სწორედ და იყენებს ამას შეერთებულ შტატებსაც, ბევრ ქვეყანას მოკლედ და თურქეთს, რა თქმა უნდა, თავის ტერიტორიაზე ამის განხორციელება არ შეუძლია, პატარა არის თურქეთი ძალიან ამისთვის, თუმცა სომალი შეიძლება იყოს ეს საინტერესო მიმართულება, სადაც შეუძლია რომელიმე კიდევ ქვეყანას შეუთანხმდეს და იქედან მართოს ასეთი წვრთნები. არცევე არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია ახალი, რომელიც აი ახლა გავრცელდა, ანუ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რომ თურქეთმა იქ ჩაიყვანა, ანუ მიაწოდა საკუთარ ძალებს ძალიან მნიშვნელოვანი რადარი საჰაერო თავდაცვის სისტემის, რომელსაც ჰქვია ASELSAN 300G და ეს რადარი არის პრაქტიკულად საჰაერო სივრცის კონტროლის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ თქვენთან ერთად უკვე ხედავთ, რომ რეალურად თურქეთი გარდა იმისა, რომ თურქეთს გააჩნია საზღვაო შეთანხმება სომალისთან, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მთლიანად ზღვის ტერიტორიულ წყლებში ყველანაირი იქ, ანუ აი ამ ნაწილში, აი მთლიანად, რაც არის ახლოს სომალის საზღვრებთან, ამ ნაწილში, იმიტომ რომ სომალილენდის ნაწილს ვერ აკონტროლებს, შესაბამისად მთლიანად იქ რა, ასე ვთქვათ, არის რესურსები, ნავთობი და გაზი და საკმაოდ არის. თურქეთმა უკვე გააგზავნა იქ შესაბამისი გემები, რომლებსაც შეუძლიათ
კვლევის ჩატარება და შემდეგ მოპოვების მიმართულებითაც მუშაობა და იგეგმება, რომ წელს დაიწყება პირველი მოპოვება აი ამ ნავთობის და გაზის ამ მიმართულებით. შეთანხმების მიხედვით პრინციპში 30% ესე იგი ყველა მოგების იქ რაც იქნება თურქეთისთვის გადაცემული, გარდა ამისა თურქეთი იღებს ვალდებულებას, რომ მხარი დაუჭიროს და მოამზადოს სომალის ესე იგი საზღვაო ძალები, თუმცა ამავდროულად სომალის ფლოტის შეიარაღების მიმართულებითაც თურქეთს ექნება ეს ძალისხმევა, თუმცა ამასში ხომ ფულიც უნდა გადაიხადოს სომალიმ იმ თავისი მოგებიდანაც, აი რაც დარჩება. გარდა ამისა, თურქეთის პარლამენტი ყოველწლიურად აგრძელებს სომალიში მათი სამხედრო და საჰაერო, ესე იგი, და საზღვაო ძალების ყოფნას და ამას განიხილავს როგორც ადენის ყურეში, აი ადენის ყურე ეს ტერიტორია არის სტრატეგიულ განლაგებას, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან უსაფრთხოებას ბაბელ-მანდების სრუტეს მიმართულებით, რომელიც საკვანძო მსოფლიო მასშტაბით კომუნიკაციის არხი არის და სავაჭრო მიმართულება. შესაბამისად, თურქსომი, აი ეს თურქეთის სამხედრო ბაზა კონკრეტულად, რომელიც გახსნილია, პრაქტიკულად მიზნად ისახავს, ასე ვთქვათ, იქ ადგილობრივი ძალების მომზადებასაც. ამაში გულისხმობ სომალის შეიარაღებული ძალების მომზადებას და რადგან სომალის ეს ძალები პრაქტიკულად არ გააჩნია, ასეთი მომზადების შედეგად შეიძლება სომალიში პრინციპში პროთურქული ხელისუფლება ჩამოყალიბდეს და უკვე ყალიბდება. და ეს ძალიან გავს რეალურად სირიის შემთხვევას, როდესაც საკუთარი პროქსი თურქეთმა იქ მოიყვანა ასევე ხელისუფლებაში და რეალური შედეგი უკავშირდება იმას, რომ პრაქტიკულად თქვენთან ერთად ვხედავთ ასეთ ერთ მნიშვნელოვან განვითარებას. თურქეთი შედის იქ, სადაც მისი დახმარება შეიძლება იყოს ფასეული, ამავდროულად, რადგანაც ამ სახელმწიფოებს უჭირთ დეზინტეგრაცია და სახელმწიფო სისტემების მიმართულებით უჭირთ, ეხლა სირიაშიც შარა სახელმწიფო სისტემის აღდგენას ცდილობს თურქეთის დახმარებით და სომალიშიც ცდილობენ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას სწორედ თურქეთის დახმარებით. ამიტომ თურქეთი აღმოჩნდა აქტუალური. დაახლოებით 10,000 ჯარისკაცის მომზადება ხდება ამ სამხედრო ბაზაზე ყოველწლიურად, თუმცა ეკონომიკური ჩართულობა თურქეთის გაცილებით ადრე დაიწყო აი ამ ისლამურ ქვეყანაში, სომალიში. 2011 წლიდან ჰუმანიტარულ მისიას ახორციელებს თურქეთი და 1 მილიარდი დოლარი აქვს დაახლოებით დახარჯული საქველმოქმედო მიზნებისთვის, კერძოდ გზების მშენებლობა, საავადმყოფოების მშენებლობა, სკოლების და ახალი პორტის მშენებლობა. საქმე იმაშია, რომ ნახეთ, ქველმოქმედებასთან ერთად, ანუ ლოიალობის მოპოვებასთან ერთად მოსახლეობისგან თურქეთი შემდეგ პორტს აშენებს, რომელსაც იყენებს და რომელსაც ფლობს და ამავდროულად რაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, თურქეთი ნელ-ნელა იწყებს პოლიტიკურ გავლენას. პოლიტიკური გავლენის შედეგად იპოვებს გავლენას ასევე რესურსებზე, ნავთობზე, გაზზე და ასე შემდეგ და ამის შედეგად პრაქტიკულად ახლა თურქეთი გარკვეულწილად აანაზღაურებს იმ ხარჯებს, რაც იქ გაწია. და აქვე უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე ასევე მნიშვნელოვან მდგენელს, რომ ისრაელი, რა თქმა უნდა, ამას ხედავს და ისრაელის შეწუხება უკავშირდება მათ შორის პირველ რიგში ჰუსიტების საკითხით, რომელიც 1800 კილომეტრის მოშორებით არის ისრაელისგან და საფრთხეს უქმნის მას. შესაბამისად, ისრაელის მიერ აქეთ სომალის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ბაზების გახსნა და რომ დავაახლოვოთ უკეთ გამოჩნდება აი ამ ნაწილში სამხედრო ბაზების გახსნა პირდაპირ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, ისრაელისთვისაც უმნიშვნელოვანესი არის ბაბელ-მანდების სრუტე და ადენის, ესე იგი, ყურე და შესაბამისად ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ისრაელიც აქ კონტროლებს აქ ვითარებას. აქვე უნდა გითხრათ, რომ თურქეთის სამხედრო ბაზაზე F-16-ებზე ეხლა გავცელდა ინფორმაცია, მაგრამ მანამდე ვიცით, რომ არის დაახლოებით 4 კვადრატული კილომეტრის სამხედრო ბაზა, სადაც არის 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მოიცავს სასწავლო დაწესებულებებს, ყაზარმებს, შესაბამის განლაგებას და ესე იგი, იქ არის ასევე დრონები, მათ შორის ბაირაქტარების TB2, აკინჩი და სხვა დარტყმითი ასევე შესაძლებლობები და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგ ბაზა პარალელურად ასევე არის, როგორც ხედავთ, მოგადიშო არის ნაპირზე და ეგ ბაზა არის პრაქტიკულად ასევე ნავებისთვის განკუთვნილი ბაზაც.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად თურქეთის ასეთი გააქტიურება ბევრ მიმართულებას ეხება ასევე და ეს უკავშირდება იმას, რომ ბოლო ომში ინდოეთ-პაკისტანის ჩვენ თქვენთან ერთად ვნახეთ ძალიან აქტიური ჩართულობა სწორედ თურქეთის პაკისტანის მხარეს. და შესაბამისად ჩვენ ამ თემაზეც უნდა ახლა თქვენთან ერთად უფრო დეტალურად ვისაუბროთ, სანამ გადავალთ კონკრეტულად ისრაელის მდგენელზე და ეგ არის ძალიან საინტერესო. აგერ აქ რუკაზე ახლა თქვენ ხედავთ, ასე რომ გავათავსოთ, თქვენ ხედავთ თავად თურქეთს, აგერ, თქვენ ხედავთ აქ სომალის, ხედავთ პაკისტანს და ხედავთ ინდოეთს, აგერ. და საუდის არაბეთს, რა თქმა უნდა. ახლა მნიშვნელოვანი აქ რა არის, რომ პაკისტან-ინდოეთის დაპირისპირების დროს თურქეთმა არა მხოლოდ პაკისტანს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა, არამედ სამხედრო. პაკისტანს აწვდის ძალიან აქტიურად დრონებს თურქეთი და ამავდროულად სამხედრო ნავიც კი გააგზავნა თავის დროზე თურქეთიდან პაკისტანის მიმართულებით. უბრალოდ არის ერთი ამბავი, პრობლემა ასეთი. როდესაც თურქეთიდან პაკისტანამდე უნდა მიხვიდე, უნდა გაიარო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა, შემდეგ სუეცის არხი, შემდეგ წითელი ზღვა, შემდეგ ბაბ-ელ-მანდების სრუტე, ესე იგი ადენის ყურე და არაბულ ზღვაში მოხვდები ესე და შეძლებ უკვე პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტში ჩართვას. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, თურქეთს აქვს გრძელვადიანი ხედვა, რომ პრაქტიკულად ინდოეთის ოკეანეში სომალის მეშვეობით განათავსოს საკუთარი ძალები და არ დაჭირდება მაგზის გავლა და პირდაპირ არაბულ ზღვაში აღმოჩნდება, აქ არის არაბული ზღვა. პირდაპირ არაბულ ზღვაში აღმოჩნდება და დასრულებულია საკითხი. რაც იმას ნიშნავს, რომ პაკისტანთან სამხედრო ტექნოლოგიური თანამშრომლობა, ანუ პოლიტიკური ან ომში ჩართვაც კი თურქეთს შეეძლება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი, რადგანაც საკითხი უშუალოდ ეხება ერთ ესეთ კონკრეტულ მიმართულებას, რომ თურქეთს სურს გაერთიანება პაკისტანთან და საუდის არაბეთთან ამ სამხრივ სამხედრო გაერთიანებაში, რომელზეც ჩვენ თქვენთან ერთად საუბრობთ და რომელსაც ქვია ეს თურქული ან ისლამური ნატო, თურქული არა, თურქეთის, საუდის არაბეთის და პაკისტანის ერთობლივი ისლამური ნატო. ამაზე ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთეთ, მოვამზადეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ანალიზი და ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ თქვენთან ერთად. ახლა დავამატებ, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას და სურს მას გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში, ანუ ამ მიმართულებით ძალისხმევა გრძელდება. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი არის, რატომ უნდა თურქეთს პაკისტანთან ასე სამხედრო დაახლოებაც და საუდის არაბეთი შეგახსენებთ, რომ აქტიურად დაპირისპირება მიმდინარეობს იემენის ტერიტორიაზე გაერთიანებულ არაბულ საამიროებთან, ამის შემდეგ საამიროებს უბრალოდ ვიტყვი და შესაბამისად საამიროები და საუდის არაბეთს აქვთ აქ კონკურენცია და რეალურად ამაზე ჩვენ თქვენთან ერთად ანალიზიც გავაკეთეთ, რომ იემენის ტერიტორიიდან საუდის არაბეთმა საამიროები განდევნა. და ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი, იმიტომ რომ საუდის არაბეთისთან განსხვავებით, საუდის არაბეთისგან განსხვავებით, საამიროები არიან ისრაელის მოკავშირე პრაქტიკულად, მათ შორის ისრაელის იარაღს ყიდულობენ და მათ შორის ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობები აქვს ისრაელთან. შესაბამისად, ძალიან აქტიური თანამშრომლობა გააჩნიათ გაერთიანებულ არაბულ საამიროებს და ისრაელს და სწორედ ამ მიზნით პრაქტიკულად ჩვენ ასე ხედავთ თქვენთან ერთად, რომ პრინციპში ეს თანამშრომლობა ასევე შეეხება მნიშვნელოვნად სწორედ ამ რეგიონსაც და ამ კონკრეტულ მიმართულებასაც, რასაც გულისხმობ აი სომალის მიმართულებას და უკვე არის ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კერძოდ ისრაელმა უკვე გახსნა იქ საკუთარი სამხედრო ბაზა საჰაერო ძალებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ის პორტი და ეს ბაზა წინასწარ საამიროებმა მოამზადეს. ანუ დაახლოებით ესეთი კომბინაცია არის, როგორც ჩანს. საამიროები იქ უფრო ადრე შევიდნენ, რომ არ ჩანდეს ისრაელი და აეროპორტის გარემონტება განახორციელეს, მოამზადეს ყველაფერი ეკონომიკური დღის წესრიგით, ასე ვთქვათ, და არა სამხედრო დღის წესრიგით და შემდეგ უცებ შედის ისრაელი და ამ ბაზაზე განათავსა საკუთარი სააერო ძალები.
ოფიციალურად ამის შესახებ დასტური არ არის, თუმცა ისრაელის და ესე იგი სომალილენდის ოფიციალური პირები, საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ დიახ, მხარებს აქვთ მოლაპარაკებები კონკრეტულად საკუთარი აი ამ სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ და მათ შორის შეიარაღებული ძალების ისრაელის განთავსების შესახებ. როგორც ჩანს, როგორც ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, ლიხტენშტეინის საჰაერო ძალებმა იქ განათავსეს საკუთარი თვითმფრინავები უკვე და თუმცა ამას არაფერი კავშირი არ აქვს ისრაელთან. ნუ ასეთი ხუმრობა არის, როცა სირიაში რამე იბომბებოდა და არავინ ამბობდა რომ ვინ ბომბავს, გასაგები იყო რომ ლიხტენშტეინის საჰაერო ძალები აკეთებენ ხოლმე ამას. იგივე ლოგიკა როგორც ჩანს აქ არის და საერთოდ ბევრი ინფორმაცია წავიკითხე ამას საინტერესო რომ მოსადმა განახორციელა ეს საიდუმლო ოპერაცია და წინასწარ იქ გადაასროლა მხარი დაუჭირა ამას მოამზადა შეთანხმდა მოკლედ ოპერაცია განახორციელა რომ ესე უცებ აი აქ სტრატეგიულ ადგილას ისრაელის სააერო ძალები და ბაზა იყოს მათ შორის დრონებით მათ შორის სააერო თავდაცვის სისტემებით მათ შორის თვითმფრინავები და ასე შემდეგ ბატონი ერდოგანი ძალიან შეწუხებულია ამით იმით მათ შორის რომ სომალის ბჭყალებში ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა მისი შეფასებით ეხლა გაახსენდა როცა ისრაელი გააქტიურდა ამ მიმართულებით და რეალურად როგორც ჩანს ერთი მხრივ აპირებს რომ სომალიში სახელმწიფო ინსტიტუტები გააძლიეროს და შექმნას სირიის მაგალითით და შემდეგ როგორც ჩანს შეიძლება მოუნდეს ბატონ ერდოგანს როგორც ეხლა მას ადრე თუ გვიან ჰოლანის მაღლობლების მიმართ მზერა აქვს ნამდვილად ჰოლანის ეგეთი გვარი აქვს შარაას რომელიც წარმოშობით იქედან არის საერთოდ და შესაძლოა გარკვეულ მომენტში სომალის ხელისუფლებას როცა ჩამოყალიბდება ხელისუფლებად და ეხლა ძალიან რთულ ვითარებაში არის ჯერ კიდევ ტერორისტული ორგანიზაცია ალ-შაბაბი იქ აქტიურობს რომელიც ისლამურ სახელმწიფოსთან რაღაც კავშირში არის ასე ვთქვათ რთულია მაგ ტერორისტების ზუსტი კავშირები დაადგინო ვინ არის მაგრამ ერთ საინტერესო დაკვირვებას გაგიზიარებთ რა ანუ სადაც შედის ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაცია მერე იქ მოდის თურქეთი ამ ორგანიზაციას რაღაც გვერდზე გაწევს ესე დაახლოებით, ებრძვის, მოდი ასე ვთქვათ, მათ შორის, მაგრამ მის ადგილს იკავებს. და რეალურად თუ გაგვიხსენებთ ბოლო ისლამური სახელმწიფო ესეთი ხალიფატის ლოგიკის და არა თან სუნიტური, იმიტომ რომ შიიტური კი ბატონო ირანი აგერ დღესაც არის ისლამური სახელმწიფო არის, რესპუბლიკა რო ქვია, მაგას თავი დავანებოთ, ანუ ლოგიკა რომ ეს არის ცენტრი ისლამური ერთიანი სახელმწიფოს დედამიწის მასშტაბით, რაღაც ეგეთი კონცეფცია არის კონკრეტულად ისლამში. ეგ ლოგიკა ბოლოს მოქმედებდა ხალიფის დროს. ანუ ესეც სახელმწიფოში უნდა იყოს მართველი არა მეფე, არამედ კონკრეტულად გარკვეულწილად ხალიფადაც თავის თავს უნდა თვლიდეს. და ასეთი ბოლოს იყო ოსმალეთის იმპერია. სახალიფო. ისლამური სახელმწიფო. ასე რომ არავის აი ეს პატარა ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძვის თურქეთი და იკავებს მათ ადგილს. და ეს ვნახეთ სირიაშიც და ვხედავთ სომალიშიც. ანუ ტერორისტებთან ბრძოლის შედეგად შეგიძლია სერიოზულად გააძლიეროს საკუთარი იქ გავლენა და თურქეთი ამას აკეთებს საკმაოდ წარმატებით. და შესაბამისად ჩვენ თქვენთან ერთად ვაკვირდებით ახლა პროცესებს, რომ თურქეთი პაკისტანის კონტექსტშიც მნიშვნელოვნად ზრდის იქ საკუთარ ყოფნას, ეკონომიკური მიმართულებით ნიადაგს ამზადებს 30% ნავთობი, გაზი, სხვა რესურსებიც დარწმუნებული ვარ და ამავდროულად რელიგიურ ისლამურ კონტექსტში და იდეოლოგიურ კონტექსტში არცელებს საკუთარ იდეოლოგიას, თან იქ ისრაელის თვის პრობლემებს ქმნის, ინდოეთის მიმართულებით ცალკე და კოსმოსური ფრენებისთვის სადგურსაც აშენებს, რაც ეკვადორზე რომ არის ახლოს არის სომალი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ვიდრე თავად თურქეთიდან, სადაც უფრო ჩრდილოეთით არის თურქეთი მოკლედ და ეგ კოსმოსური ფრენებისთვის ეკვადორთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყო, ზოგადად ეგ არის პოზიტიური და მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ამ კონტექსტში უნდა ვთქვათ, რომ ეხლა უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით გარკვეულ განვითარებას და სავარაუდოდ F-16-ების გაგზავნა სამით არ შემოიფარგლება, მეტი იქნება და ნელ-ნელა თურქეთი გააძლიერებს იქ საჰაერო ძალებს, ჰაერის კონტროლს, მერე საუბარია რომ უნდა ფრენების აღდგენა, ჩვეულებრივი ფრენების, ამ ტერორისტებთან ბრძოლის კონტექსტში კიდე შეძლებს შექმნას გაცილებით უფრო ძლიერი სომალი
და აგერ ჩვენ თქვენთან ერთად ვაკვირდებით და მიხვდებით, რომ აი ეს სტრატეგიული განლაგება ასევე მისცემს შეიძლება მომავალში აი ამ რეგიონში ვიხილოთ კონფლიქტი, იმიტომ რომ აქ არის სომალი და აქ არის სომალილენდი და შესაბამისად ნებისმიერი დაპირისპირება მათ შორის უნდა იყოს აქ. ეთიოპია გეტყვით, რომელიც აქ მდებარეობს, სტრატეგიული მოკავშირე არის პრინციპში ეთიოპია სწორედ კონკრეტულად სომალილენდის, იმიტომ რომ გასასვლელი აქვს ზღვაზე და აქ ეთიოპიას ინტერესებით საინტერესოდ ემთხვევა ზოგადად სწორედ სომალილენდის და ისრაელის ინტერესებს. შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ანალიზი გავაკეთეთ და დავუთმეთ ესეთი კავშირის ახალი ბლოკების შექმნას. აქ ბლოკების შექმნის ლოგიკის განვითარებას ვხედავთ. ინდოეთი, სომალილენდი, გაერთიანებული არაბული საამიროები, ისრაელი, კვიპროსი, საბერძნეთი. ასეთი ბლოკი იკვეთება. მეორე მხრივ, ბლოკი იკვეთება კონკრეტულად პაკისტანი, საუდის არაბეთი, იემენში, საიდანაც განდევნეს პრინციპში მეტწილად საამიროები უკვე საუდის არაბეთი, მეორე ნაპირი, ანუ იემენი ხო აქ არის, სომალილენდის მეორე ნაპირი. საუდის არაბეთი და თურქეთი, სომალის თავად ტერიტორია, თურქეთი, ანუ აქ იქნება ეს ბლოკი, აქ იქნება ასევე იგივე ბლოკი, აქ იქნება მეორე ბლოკი. ხედავთ რა საინტერესო არის. და აქვე ჯდება ისრაელი, როგორც თურქეთთან დაპირისპირებული ასეთი მხარე, კვიპროსი, საბერძნეთი, ეს ცალკე ლოგიკის ფარგლებში. და აქვე უნდა ვთქვათ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი, რომ რამდენიმე ამ ქვეყნის ინტერესები აქ ემთხვევა ერთმანეთთან და სავარაუდოდ სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, თურქეთს, საუდის არაბეთი და პაკისტანი მიიღებენ ამ ისლამურ ნატოში და შეიქმნება ერთი მხრივ ისლამური ნატო ბირთვული იარაღით, მაგრამ მეორე მხრიდაც ისრაელს ბირთვული იარაღი არ აქვს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს ლოგიკით, გაგვიგია ხშირად. შესაბამისად, ორივე მხარეს გააჩნიათ, ან ინდოეთი არის ბირთვული ქვეყანა, ასე რომ ორივე მხარეს ამ ბლოკის გააჩნია ბირთვული იარაღი. და მათ შორის დაპირისპირება შეიძლება ქონდეს წარმოუდგენლად დიდი მასშტაბები. ერთი სიტყვით, სომალის საკითხი არ არის ნამდვილად შორეული და უმნიშვნელო თემა, ბევრი გეოპოლიტიკური პროცესის ეპიცენტრში აღმოჩნდა ეს ოდესღაც დავიწყებული ყველას მხრიდან ქვეყანა. ძალიან საინტერესო არის ეს და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად ამ საკითხების ანალიზს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.